როდესაც ბავშვის თვით შეფასებას და მოტივაციას ვახსენებ, ყოველთვის მახსენდება ზღაპარი ფიფქია და 7 ჯუჯა, სადაც ნეგატიური პერსონაჟი, დედინაცვალი, შფოთვის დროს ხშირად მიმართავს სარკეს, იმისთვის რომ თვითრწმენა გაიმყაროს და მანაც დაუდასტუროს, რომ ის ყველაზე ლამაზია. და ერთ დღესაც, როდესაც იგივე პასუხს აღარ უბრუნებს, სარკე ეს გმირი ხდება აბსოლუტურად დესტრუქციული. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ბავშვებისთვის ზრდასრულები, მშობლები და პედაგოგები ვართ სწორედ ის ანარეკლი, რომელიც უდასტურებთ მათ ან პირიქით ხელს უშლით, რომ ეს თვითშეფასების ფორმირება და მისი დამოტივირება მოხდეს. მოგესალმებით, მე ვარ ნინო ბუაძე, ფსიქოლოგი და აზროვნების აკადემიის ლექციათა ციკლის აღზრდის ფსიქოლოგიის ნაწილში წარმოგიდგენთ შეხვედრას მოტივაცია და თვითშეფასება. ჩვენ შეხვედრაზე განვიხილავთ შინაგან და გარეგან მოტივებს, ვისაუბრებთ გავლენის მნიშვნელობაზე, საყრდენების მნიშვნელობაზე და გავცემთ იმ მნიშვნელოვან კითხვას პასუხს, თუ რა უნდა უპასუხოს სარკემ, როდესაც ბავშვი მიდის და ეკითხება, როგორი ვარ მე.